გაყინულ დარბაზში ძალოსანთა ფედერაციის 40 სპორტსმენი უკვე წლებია ვარჯიშობს. ჩაქვის ყოფილ კულტურის სახლში, რომელიც ამჟამად სპორტსმენების სავარჯიშო დარბაზს წარმოადგენს, ელექტროენერგია გამორთულია, ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელი. მას შემდეგ, რაც მაცნეს გადამღებმა ჯგუფმა თემის მომზადება დაიწყო, ძალოსანთა ფედერაციის მდივანი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში დაიბარეს. სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსმა კი სპორტსმენების პრობლემებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. როდის მოგვარდება პრობლემა, სულხან მესხიძე არკვევდა. დაბაჩაქვში მდებარე ამ შენობას წლების წინ კულტურის სახლი ერქვა, ახლა კი აქ ძალოსანთა ფედერაცია. დაზიანებული სახურავი, წლების განმავლობაში გამორთული ელექტროენერგია და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ასეთ პირობებში ვარჯიშობენ სპორტსმენები. მათ ვარჯიშისთვის არც შესაბამისი ინვენტარი და არც გასახდელები აქვთ. ძალიან ცუდი პირობებია, სიცივეა, გვიჭირს ვარჯიში, შტანგებიც უკვე დაზველდა და ბუჩდება აღარ მუშაობს, წყალი ჩამოდის. და გათბობაც არ აქვს და ძალიან გვიჭირს ვარჯიში. ტრამვებიც უკვე ხშირდება, შტანგები რო არ მუშაობს, გვიჭირს ვარჯიში და ტრამვები ახშირებული არის. გული მტკივა იმაზე, რომ ასეთი წარმატებული ბიჭები არიან და ამ პირობებში უხდებათ ვარჯიში და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ წვიმის დროს წყალი ჩამოდის და ფაქტიურად წყლის გუბედგება, არა ინვენტარი, რაც ბიჭებს სჭირდებათ სავარჯიშოდ. ეს შტანგები, რასაც თქვენ ხედავთ, გარეგნულად შეიძლება შეხედოთ, რომ არის წარმოადგენს რაღაცას, მაგრამ ვარჯიშისთვის ცოტა არ იყოს გამოუსადეგარია. პრობლემების მიუხედავად სპორტსმენები გაყინულ დარბაზში ვარჯიშობენ. ფედერაციაში დღეისათვის 40 ძალოსანი ირიცხება. წვრთნელის თქმით, სპორტსმენებს ბევრი მიღწევა აქვთ. ჩვენს დარბაზში 40-მდე ბავშვი და მოზრდილები ყველა ვარჯიშობს. წარმატებები არის ბიჭები ყავს საქართველოს ნაკრებში, ეროვნულ ნაკრებში, რომლებიც არიან ერთ-ერთი პირველი ნომრები ეროვნულ ნაკრების. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღნიშნული თემით დავინტერესდით, ძალოსანთა ფედერაციის მდივანი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში დაიბარეს. სპორტსმენებისთვის შეუსაბამო გარემოზე აბესალომ ბასილიაც საუბრობს. მისი თქმით, შეხვედრაზე შენობის გადახურვის საკითხი განიხილეს. პრობლემების ვადაში მოგვარებაზე ჩვენ საუბარი არ ქონდა, ჩვენ ქონდა ჯერ განხილვა. შემდეგ დავიბარებენ კიდე და ჩამოვიდეთ 45 დღის შემდეგ. და შევაჯამებთ და მე უკვე ნახავთ რომ დღეში რა შეიძლება რისი გაკეთება შეიძლება და დავარქვათ ყველას თავის სახელს. თავდაპირველად მაინც რა პრობლემას მოაგვარებენ? ჯერ სახურავი და შოქი გვინდა მარტო. სპორტსმენების პრობლემებზე კომენტარის გაკეთება დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ნაგერვაძემ არ ისურვა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ფედერაციის პრობლემების შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა რა ვადებში მოგვარდება საკითხი, დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მინდია ქათამაძე ვერ აკონკრეტებს. რა თქმა უნდა, ამორტიზირებულია შენობა და მიმდინარეობს სამუშაოები, მუშა პროცესია, რადგან შევისწავლოთ აღნიშნული პრობლემები შესწავლის პროცესში ამ ეტაპზე და ღმერთით მოგვარდება ახლა მომავალში. დაბაჩაქვში ყოფილი კულტურის შენობა დღემდე აჭარის ფინანსა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. სპორტის დეპარტამენტი შენობის გადმოცემაზე უწყებას წერილობით უახლოეს დღეებში მიმართავს.